მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთად მოიხსენებთ ცენტრალურ აზიის 5 ქვეყანას, მათ შორის ინტეგრაციული პროცესები 2010-იანი წლების დასაწყისამდე არ დაწყებულა პირიქით. რეგიონში შემავალი რამდენიმე ქვეყანა საერთოდ ჩაკეტილი იყო და საკუთარ მეზობლებთან ჰქონდა გარკვეული ტიპის კონფლიქტები, მათ შორის მაგალითად ჩაკეტილი იყო მაგალითად თურქმენეთი, უზბეკეთი, გარკვეულწილად ყირგიზეთიც. სასაზღვრო კონფლიქტები არსებობდა ყირგიზეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის. თუმცა გასული წლიდან მოხდა ესეთი საინტერესო გარღვევა ამ თვალსაზრისით სამ მეზობელს შორის, ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის, როდესაც სამა მეზობელმა გადაწყვიტეს, რომ მათი სასაზღვრო პრობლემები, ეგრეთ წოდებულ ფერგანას ველზე, აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალური აზიის რეგიონის ყველაზე ნოყიერ სივრცეში, სადაც ყველაზე ესე ჭარბადაა მოსახლეობა რეგიონის, გადაწყვიტეს, რომ ეს სასაზღვრო პრობლემები მოეგვარებინათ და მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა ეგრეთ წოდებული ხუჯანდის ხელშეკრულება ტაჯიკეთში, როდესაც მოხდა საზღვრების დელიმიტიზება ამ სამ ქვეყანას შორის და ეს სასაზღვრო პრობლემები ამ სამ ქვეყანამ ერთმანეთში მოაგვარა. გარდა ამ სასაზღვრო კონფლიქტებისა, რეგიონში არსებობს გარკვეული დავები წყლის რესურსების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუთხით რეგიონი საკმაოდ მწირია. რეგიონში მხოლოდ ორი მსხვილი მდინარე მიედინება, სირდარია და ამუდარია და ეს ორი მდინარე კვებავს არსებულ ქვეყნებს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ამ მდინარეების წარმოშობის ქვეყნები არის ყირგიზეთი და ტაჯიკეთი და ეს ქვეყნები იყენებდნენ ამ წყლის რესურსს ელექტროენერგიის საწარმოებლად, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად, რაც წყლის რესურსებს აკლებდა უკვე ბარში მდებარე ქვეყნებს, უზბეკეთს, თურქმენეთსა და ყაზახეთს, რომლებიც თავის კუთხით იყენებდნენ წყლის რესურსს ირიგაციისთვის და სოფლის მეურნეობისთვის. თუმცა ამ თვალსაზრისითაც გარკვეულწილად ესეთი შეთანხმებისკენ წასული პროცესი უკვე დაძრულია და გარკვეულწილად ეს შეთანხმება, ეს სტატუს კო აღდგება, რაც არსებობდა მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მაგალითად ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ელექტროენერგიას აწვდიდა დანარჩენ აი ამ სამ ქვეყანას, ხოლო ასე ვთქვათ თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი ყირგიზეთს და ტაჯიკეთს აწვდიდა ნავთობსა და გაზს. ანუ ეს ორი ენერგია იცვლებოდა ამ ქვეყნებს შორის. დაახლოებით პროცესი მიდის იქამდე, რომ ეს ხუთი ქვეყანა შეთანხმდება აი ამ სტატუს კოს აღდგენაზე, რაც კიდევ ერთი ასე ვთქვათ მსხვილი ასე ვთქვათ ინტეგრაციული პოლიტიკური პროცესია რეგიონში.